აი ძალიან მაგარი თემაა რა. ნახე, მე ვამბობ, რომ კონკურენცია საერთოდ არ არის. აი მაქსიმალურად რადიკალური მაგალითი რომ მოვიყვანოთ რა, მაგალითად შენ იღებ რაღაც ვიდეოს და მეც ვიღებ ზუსტად იგივე ვიდეოს, ხო? ესე რაღაცა რო შევხედოთ, პირველადი შეხედვით შეიძლება ჩაითვალოს, რომ მე და შენ ერთმანეთის კონკურენტები ვართ, რადგან თუ სპონსორი გაიჩნდა, დაუშვათ ან შენ უნდა დაგასპონსოროს, ან მე, ან მაყურებელი თუ გაიჩნდა, ან შენ უნდა გიყუროს, ან მე. მაგრამ სინამდვილეში საერთოდ პირიქით მუშაობს რა. შენ ორივე ავითარებთ ერთმანეთს? ერთმანეთს კი არ მე ვამვითარებ. სხვადასხვანაირად აჩვენებთ იმ კონკრეტულ არა, ვიდეოს. სხვადასხვანაირად არა, იგივე ვიდეოს წერთ და. არა, ნახე რა ხდება. მე და შენ პოპულარიზაციას უკეთებთ ამ თემას, რაზეც არის ეს ვიდეო. და ეს თემა რო პოპულარული ხდება, მე და შენ აღარ ვიქნებით საკმარისი და მესამეც გაჩნდება ვიღაცა, ვინც მაგას გადაიღებს. და ეგრე რომ მუშაობს, ყველაზე მეტად იცის საჩანს TikTok ტრენდები რო არის, რაც ეკვის. რაღაცა მოძრაობა არის, დაუშვათ, ყველა მაგას იღებს, ყველა მაგას იღებს და ყველას ბევრი ნახვა აქვს, ანუ და რაც უფრო მეტი ნახვა, ყველას უფრო მეტი ნახვა აქვს და ერთი ცეკვა რო გაინტერესებს, ზუსტად იგივე ცეკვა კიდე 100 კაცის მე გაინტერესებს. მინდა ერთი ტრენდის გადაღება, მაგრამ მითხდება. არა, შვილი, შენ როგორ გაგინე, შენ შეგხომ არა? არ გაგვდა რა. მე შემაგინე. არა, შვილი, შენ რას გაგინებ, შენ შეგხომ არა? აუ გადავიღოთ რა. ანუ შენ იმას იძახე. ფიტასთან ერთად.